მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ისევ ვაგრძელებთ ინგლისური იდიომების შესწავლას, ამ შემთხვევაში ნატალია გიხსნით 8 ახალ იდიომას, უშუალოდ ბიზნესისა და სხვა სამსახურეობრივი საკითხების მიმართებაში. აბა დავიწყოთ შესწავლა. იდიომი for the long haul ნიშნავს, რომ ადამიანი მზად არის რაღაც პროცესში დარჩეს დიდი ხნით, გრძელვადიან პერსპექტივაში და ბოლომდე. ეს ფრაზა გამოხატავს სერიოზულ დამოკიდებულებას, მოთმინებას და მიზანმიმართულობას. როცა ვამბობთ for the long haul, გულისხმობთ, რომ საქმე დროებითი ენთუზიაზმის ან ემოციური იმპულსით არ დაწყებულა. ადამიანი მზადაა გაუძლოს სირთულეებს და შედეგს დაელოდოს. ეს იდიომი ხშირად გამოიყენება სწავლის, კარიერის, ბიზნესის ან ურთიერთობების კონტექსტში. მაგალითად, თუ ვინმე ამბობს I am learning English for the long haul, ეს ნიშნავს, რომ მე ინგლისურს არ ვსწავლობ მხოლოდ მოკლევადიანი საჭიროებისთვის, არამედ მსურს სიღრმისეული ცოდნის მიღება და გრძელვადიანი შედეგი. იდიომი from rags to riches ნიშნავს ადამიანს, რომელიც უკიდურესი სიღარიბიდან დიდ წარმატებამდე და სიმდიდრემდე მივიდა. სიტყვასიტყვით rag ნიშნავს ძველ და ხელ ტანსაცმელს, ხოლო riches სიმდიდრეს. ამიტომ ეს გამოთქმა აღწერს დიდ გარდასახვას ძალიან რთული, გაჭირვებული მდგომარეობიდან წარმატებულ და უზრუნველყოფილ ცხოვრებამდე. ეს იდიომი გამოიყენება მაშინ, როცა ვსაუბრობ შთამაგონებელ ისტორიაზე, ადამიანებზე, რომელმაც საკუთარი შრომით, ნიჭით ან მონდომებით ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. ხშირად ხვდება ბიზნესის, კარიერის, სპორტის ან ხელოვნების კონტექსტში. მნიშვნელოვანია, რომ ეს იდიომი არა მხოლოდ ფინანსურ წარმატებას გულისხმობს, არამედ მთლიანად ცხოვრების ხარისხის, სტატუსისა და შესაძლებლობების დიდ ცვლილებას. ამიტომაც ხშირად გამოიყენება მოტივაციურ კონტექსტში, როცა გვინდა ვაჩვენოთ, რომ საწყისი წერტილი არ განსაზღვრავს საბოლოო შედეგს. იდიომი from the ground up ნიშნავს, რომ რაღაც შეიქმნა ან აშენდა თავიდან ბოლომდე, საფუძვლიანად ნულიდან. ეს გამოხატავს პროცესს, როცა ადამიანი ან გუნდი საქმეს იწყებს საწყისი ეტაპიდან და ეტაპობრივად ავითარებს სრულფასოვან შედეგამდე. ეს იდიომი ხშირად გამოიყენება ბიზნესის, კარიერის, პროექტების, ბრენდის შექმნის ან უნარების განვითარების კონტექსტში. ასევე შეიძლება ითქვას სწავლაზე I am rebuilding my English from the ground up. ანუ ადამიანი თავიდან სწავლობს ინგლისურ ენას, ეტაპობრივად აძლიერებს მის ცოდნას და წინ მიდის. იდიომი get down to business ნიშნავს საქმეზე გადასვლას, სერიოზულად მუშაობის დაწყებას და ზედმეტი საუბრისა და დროის დაკარგვის გარეშე მოქმედების დაწყებას. ეს ფრაზა გამოიყენება მაშინ, როცა გსურს ყურადღება გადავიტანოთ მთავარ თემაზე და პრაქტიკულად დავიწყოთ მოქმედება. მაგალითად, let's get down to business. ეს ნიშნავს მოდი საქმეზე გადავიდეთ. ხშირად გამოიყენება შეხვედრებზე, გაკვეთილებზე, ან როცა ვინმე ბევრ არასაჭირო საუბარს წყვეტს და ამბობს, რომ დროა რეალურად დაიწყოს მუშაობა. იდიომი get off the ground ნიშნავს, რომ რაღაც პროექტი, იდეა ან საქმე რეალურად იწყებს ფუნქციონირებას და პირველ ეტაპს წარმატებით გადის. სიტყვასიტყვით ეს ფრაზა მიწიდან აფრენას ნიშნავს, როგორც თვითმფრინავი, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება მაშინ, როცა იდეა უკვე ქმედებად იქცევა და იწყებს განვითარებას. მაგალითად, სწავლის კონტექსტში, once you build a habit, your English will get off the ground. ან როგორც კითხვას ჩამოაყალიბებ, შენი ინგლისურის განვითარება რეალურად დაიწყება. იდიომი get the ball rolling ნიშნავს პროცესის დაწყებას, პირველი ნაბიჯის გადადგმას და საქმის ამუშავებას. ეს ფრაზა მოდის სპორტიდან, როცა ბურთი უკვე მოძრაობაშია, თამაში იწყება. გადატანითი მნიშვნელობით კი ნიშნავს, რომ ვიღაცამ უნდა დაიწყოს მოქმედება, რათა ყველაფერი დაიძრას. გამოიყენება მაშინ, როცა გვინდა პროექტი დავიწყოთ, საუბარი ან მოლაპარაკება ვაწარმოოთ, იდეა რეალურ ნაბიჯად ვაქციოთ. მაგალითად, სწავლის კონტექსტში, start with 10 minutes a day to get the ball rolling. დაიწყე დღეში 10 წუთით, რომ სწავლის პროცესი დაიძრას. იდიომი get wind of ნიშნავს გაიგო ან შეიტყო რაღაც ინფორმაცია, საიდუმლო გეგმა ან ამბავი, რაც შე ყველასთვის არ არის ცნობილი. ჩვეულებრივ გამოიყენება მაშინ, როცა ვინმე შემთხვევით ან ადრე შეიტყობს ინფორმაციას. მაგალითად, she got wind of a surprise party. მან შეიტყო სურპრიზად დაგეგმილი წვეულების შესახებ. იდიომი give him a big hand ნიშნავს გაცნობიერებლად გულითადად აპლოდისმენტების დაკვრას ვინმესთვის, ანუ გამოხატვა იმისა, რომ მისმა წარმატებამ აღარ რთოვანა. სიტყვასიტყვით hand ნიშნავს ხელს, მაგრამ აქ იგულისხმება აპლოდისმენტები. ჩვეულებრივ გამოიყენება სცენაზე, შეხვედრაზე, ღონისძიებაზე, როცა ვინმეს შრომას ან მიღწევის ჩვენება გვინდა. მაგალითად, give her a big hand for organizing this event. მადლობა მას ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. მოვისმინოთ აპლოდისმენტები. ახლა კი ტრადიციულად ვაგრძელებთ სავარჯიშოების შესრულებას, მოცემული გვაქვს წინადადებები და უნდა შევუსაბამოთ ამ გაკვეთილში ნასწავლი შესაბამისი იდიომები.
გმადლობთ, რომ დარჩით და ჩვენთან ერთად ისწავლით ინგლისური იდიომები. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო და კომენტარების ხსოვში დაწერეთ თქვენი შეფასება. აბა დროებით!